ჯერა თუ არა გიორგი ჯობავას მოყოლილი ამბავი ძარცვის შესახებ. ან კი არა რა. ჩუმაგი ეგეც სასახა პასუხი არ არის. მაინც გაეცი უფრო საითი ხრები და მე არა. საინტერესო მეორე გაგრძელება გველოდება ესე იგი. მეორე ეტაპი? ის აღარა გაგრძელება და არაზე უკვე მოსმენა გვიწევს. გისმენთ. მე მჯერა რომ ძარცვა მოხდა, მაგრამ მე არ მჯერა რომ ის ფორმულირება როგორც არის ნათქვამი ყველაფერი, ეგ ყველაფერი ზუსტად ცხადია. ბევრი დეტალია ისეთი, რომელიც კითხვით ქვეშ არის და მაგითო ვერ დავიჯერე ის ისტორია, ის ნარატივი, როგორც მოყვა ძარცვის შესახებ. ის ამბავი რომ ძარცვა მოხდა და ეგ დაემართა. ეგ ცხადია, მივიღე მაგაზე პასუხი, თუმცა მანამდე რომ გაჩნდა კითხვები, ეგ კითხვები თავიდანაც და მეც პასუხ გაუცემელი და მიზეზი რა გგონია, რატომ მოხდა სწორი ინტერპრეტაცია? ჩემი საქმე ნახდად არ არის ეგ ამბავი, უბრალოდ ამბავი მაშინ ხდება სხვების საქმე, როცა რაღაც კონკრეტული ნარატივით მოგდის ინფორმაცია და შეიძლება ცოტათი სპეკულაციასაც გავდეს, აი მაშინ ხდება შენი საქმე რა. თუ გინდა რომ ადამიანები მხარი დაგიჭირო, მაშინ ბოლომდე ყველაფერი სწორად უნდა. შენ საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა რომ რაღაცა მე რავი, ჩემი ანუ ნახე, მე ეს დასკვნა გამოვიტანე ბევრი სხვადასხვა რაღაცეებიდან. მათ შორის, რასაც ვფიქრობდი მანამდე, შეიძლება მე შეიცვალა იქ ფიქრი რა. ძარცვა რომ მოხდა, ეგ დავიჯერე, მაგრამ ინფორმაციულად ვერ მივხვდი, ისე ალოგიკურად იყო რაღაცები დაალაგებული, რომ ვერ გავიგე, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა თქვა რა, არავის საქმე არ არის ვის რა დაემართა. მაშინ ხდება ვინმე საქმე, როცა კონკრეტული ინფორმაციული ნარატივი ვრცელდება ამ ამბავზე და თუ შენ გინდა რომ მე შენ გულგიგულ შემატკივრო, მათ შორის თუ გინდა რომ იუთუბერებმა პირობითად თანხა გიგროვო, ჯობავსგან არ წამოსულა ეგ ინიციატივა, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა. მაშინ მე უნდა ვიცოდე შენგან მოწოდებული ინფორმაცია რამდენად მართალია და არ დეტალებშიც არ უნდა მომატყუო. სენტიმენტებით ინფორმაციის მიწოდება არასწორებს, თუ ეს მართალი არ არის რა, თუ ბოლომდე მართალია ხარ, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო სფეროა რა. ეგ ამბობ.